მე არ თვლი, რომ ბიზნესს ვაკეთებ პირიქით, ვეხმარები მხოლოდ და საკუთარს ვხარჯავ და არაფერს. მოგებაზე გათვლილი არც ერთი ბიზნესი არ მაქვს. კაცი, რომელიც წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში მოგებაზე გათვლილი არანაირი ბიზნესი არ აქვს, ახლა ამავე საქართველოში ასეულობით $1 მილიონ დავობს. ბიტკოინებში ინვესტიცია ჩავდე და მაგ ფულით გამომუშავებული ყველა კაპიკი მე უნდა მომცეთო. დაზარალებულ მხარეს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიერ განხორციელდა მისი კუთვნილი 9,000-მდე ბიტკოინი, 8,900 რაღაც თანხა არის, ზუსტად არ მახსოვს, ბიტკოინის მათსაწინააღმდეგო მითვისება. ადვოკატი, რომელსაც ივანიშვილის სახელი და გვარი თითქმის არ უხსენებია პროცესზე და მას მარწმუნებლის სახელით მოიხსენიებდა, ამტკიცებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა ივანიშვილის 9,000-მდე ბიტკოინი მიითვისა. ერთი ბიტკოინის ახლანდელი ღირებულება $100,000-ზე მეტია. 9,000-მდე ბიტკოინის საერთო ღირებულება $900 მილიონ მეტი. ანუ ივანიშვილი ამტკიცებს, რომ არათუ საქართველოში მოგებაზე გათვლილი ბიზნესი არ აქვს, არამედ მხოლოდ ამ ერთი ბიზნესიდან $900 მილიონი იშოვა, რომელიც ვიღაცამ მიიტაცა. ამ ბიტკოინების ღირებულება 2017 წლის მდგომარეობით $43 მილიონამდე იყო. სანამ ბიტკოინების დრამას მივუბრუნდებით, ცოტა უკან დავბრუნდეთ. ივანიშვილი ბაჩიაშვილის გზები ჯერ კიდევ მაშინ გადაიკვეთა, სანამ ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდოდა. თვალის ექიმი არის დედაჩემი საკმაოდ ცნობილი და წარმატებული და ივანიშვილის დედა მასთან დადიოდა როგორც პაციენტი. ერთშენიერად დღესაც თვითონ ბიზნესს მიყვა ჩაოლებრივ დედამის, მაშინ რაც პოლიტიკაში იყო, უბრალოდ სახელი და გვარი იცოდა ხალხმა ბიზნესს და სახელიც არ ხოდა ნანახი და იქ შეხვედრისას მოიკითხა მოკლედ დედამისმა ჩემი ამბები, რაღაც ოჯახის ამბები და გაიგო რომ მე მოკლედ ეს ფრანგული ბიზნეს სკოლა მქონდა დამთავრებული, დაინტერესდა ხო არ გაქვს CV-ო. დასავლეთში ბიზნესის მიმართულებით განათლება მიღებული ახალგაზრდა ივანიშვილისთვის საინტერესო აღმოჩნდა. ამ დროისათვის ბაჩიაშვილს უკვე აქვს საკუთარი საინვესტიციო ბიზნესი და პარალელურად მუშაობს საერთაშორისო კომპანიებში და აქვს გამოცდილება. ბაჩიაშვილის დასაქმებიდან მალევე ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლის შესახებ აკეთებს განცხადებას, იგებს არჩევნებს და ბაჩიაშვილს საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილის თანამდებობას სთავაზობს. პარალელურად კი აბარებს გარე ბანკებთან ურთიერთობას, მათ შორის კრედიტ სუისთან. მოგვიანებით ჩნდება თანაინვესტირების ფონდის იდეა და ბაჩიაშვილი მისი ხელმძღვანელი ხდება. სწორედ თანაინვესტირების ფონდიდან მიდის გზა ბიტკოინებამდე. კომპანია ბიტფური თანაინვესტირების ფონდში საკუთარ პროექტს არადგენს. ბაჩიაშვილი საკითხის შესწავლის შემდეგ ამ თემით ინტერესდება და ინვესტიციის ჩადებას გადაწყვეტს. როგორც დავატყვება, თანხის ნაწილს აგროვებს, ნაწილს კი ბანკიდან სესხის სახით იღებს. ბანკიდან ასაღების საინვესტიციო თანხა $5 მილიონ შეადგენდა, რომელიც სესხის სახით ქართულ ბანკიდან გაიცა ბაჩიაშვილის კომპანიის სახელზე. მარწმუნებლის ადვოკატის მტკიცებით, ივანიშვილს საინვესტიციო $5 მილიონისთვის სესხი დასჭირდა და საკუთარი ქართულ ბანკისგან ისესხა, ისიც ბაჩიაშვილის კომპანიის სახელზე. მაშინ ბიტკოინით შემთხვევაც მე პირველად გავიგე და საერთოდ საოცრებად ჟღერდა, რომ რაღაცა სერვერი შეიძლებოდა შეგერთებინა დენში, ამ სერვერს აწარმოებდა კომპანია ბიტფური, რაღაც სპეციალური მიკროჩიპებით და ამას შეეძლო ასოთ მაინინგს. მაინინგიც დღეს ხალხს ესმის დაახლოებით რა არის, მაგრამ მაშინ ეს იყო საერთოდ საოცარი წარმოსადგენი. თავიდან უარით გავისტუმრეთ ეს კომპანია, თქვით რომ რაღაც შევხედავდით, მაგრამ ცოტა სკეპტიკურად შევხედეთ, მაგრამ მე მაშინვე გადმოვწერე ასე ვთქვათ ეს ბიტკოინის white paper ქვია, ესეთი დოკუმენტი იყო, რომელშიც იყო აღწერილი ეს ბიტკოინი საერთოდ როგორ მუშაობს, რა პრინციპზე არის, ანუ გადმოვწერე ეს დოკუმენტი, შევისწავლე და ნამდვილად მაშინ ჩემთვის ძალიან საინტერესო გახდა ეს თემა, იმიტომ რომ მივხვდი რომ ამაში ძალიან დიდი მომავალი არის და რა თქმა უნდა დავინტერესდი ამ მაინინგით და მცირე მაინინგის კონტრაქტი მეც შევიძინე ბიტფური ჯგუფთან, $100,000-ზე იყო საუბარი 250-ზე და ასე ვთქვათ ნახე ეს როგორ მუშაობს, ძალიან მომეწონა და დამაინტერესა. შემდეგ უკვე მოვალაპარაკე ბიტფური ჯგუფს რომ გამეკეთებინა უფრო მსხვილი კონტრაქტი. ეს იყო დაახლოებით $6.5 მილიონამდე კონტრაქტი. მე მქონდა შეგროვილი ჩემი თანხა, ჩემი ოჯახის თანხა და მათ შორის სესხად ავიღე რაღაც ნაწილი ამ თანხის, ჩემი კაპიტალი $1,300,000 და მჭირდებოდა დამნამტებითი $5 მილიონი, რომელიც ასევე ჩემს სამეგობროსთან, შეძლებული სამეგობროც მაშინ უკვე მყავდა და ერთ-ერთ ჩემმა მეგობრმა შემომთავაზა ამ თანხის სესხად მოცემა, ცოტა მაღალი პროცენტი იყო, ანუ 2 წლის ვადაში მას უნდა გაეორმაგებინა თავისი თანხა. ანალოგიურად მივედი ივანიშვილთან და ვთხოვე რომ ქართულ ბანკში თუ შეიძლებოდა რომ ეს სესხი ამეყო ამ მაინინგის პროექტისთვის. რაზეც ის დამთანხმდა ეგრევე მიდი გამიშვა ქალბატონი ნატო ხაილდრავასთან, რომელიც ბანკის დირექტორი გახდათ
მივედი იქ საკრედიტო კომიტეტზე გაიარა ამ პროექტმა, იქ იყო გარკვეული ასე ვთქვათ კითხვები რისკებთან დაკავშირებით, აუხსენი ეს ყველაფერი. შემდგომ ივანიშვილთან შედგა ჩემი ცნობილი 10 წუთიანი სატელეფონო საუბარი, რომლის ჩანაწერებზეც არის ასე ვთქვათ ბევრი ლაპარაკი, სადაც ივანიშვილმა მითხრა, რომ რისკიანი არის, მაგრამ თუ შენ ფიქრობ, რომ ეს ასე ვთქვათ შენ ფულს რისკავ მეუთხარი, რომ კლიენტ შემთახას ამაში რისკა და მაინტერესებს. რისკი იყო ჩემი, იმიტომ რომ ნახეთ. ჩემი კომპანია იღებს სესს ბანკში და ამ სესში აქვს თავისი თანამონაწილეობა დაახლოებით 25%. ანუ როგორც ავტომობილს რო ყიდულობთ და 30%-ს იხდით და დანარჩენს ბანკი გიფინანსებთ, ან ბინას ყიდულობთ და იქ რაღაც 10-20-30%-იანი სტირასარი შენატანი, დანარჩენს ბანკი გიფინანსებს და ყიდულობ ამ ბინას. შესაბამისად რისკი ვისი არის? რისკი არის ბინის მყიდველის, რომ ამ ჩემ კომპანიას უნდა დაებრუნებინა ეს ფული ქართულ ბანკში თავისივე პროცენტით. როგორც ჩანს, მაშინ ივანიშვილისთვის ეს სარისკო ბიზნესი არც თუ ისე მიმზიდველი აღმოჩნდა. სხვა შემთხვევაში წესით არაფერში უნდა დაჭირვებოდა ბაჩიაშვილის შუამდგომლობა კომპანიასთან, რომელიც მაშინ იდგამდა ფეხს და ძალიან ხელსაყრელი პირობებით იძლეოდა მაინინგ კონტრაქტებს ინვესტორებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მე მქონდა რამოდენიმე მცდელობა, მართლა რამდენჯერმე ვთხოვე, რომ გამოიყო 9 საათი ან 1 საათი, რომ ამეხსა, იმიტომ რომ მე ამ ტექნოლოგიით აღტკინებული ვიყავი, აღტაცებული ვიყავი პირდაპირ. ყველა ჩემი ნაცნობი თუ მეგობარი დღეს ბიზნესში მისობს მთელი საქართველო, არ არის ადამიანი, ვისთანაც არ მისულვარ და არ მithქვავს, რომ ჩადეთ ამაში ფული, იყიდეთ, მაგრამ როგორც წესი ტრადიციული ბიზნესმენები და ვინც მით უმეტეს საბანკო და საფინანსო სფეროში გარკვეული იყო, მათ არ ჯეროდათ, რომ რაღაცა კრიპტოვალუტა საბანკო სისტემას ოდესმე რამდენიმე კონკურენციას გაუწევდა. ამიტომ ისინი არ დებდნენ ამაში ინვესტიციას. მათ შორის ივანიშვილმაც არ ჩადო, სურვილი არ ქონდა და მე მეუბნება შენს დაკარგავ მაგ ფულსო, ესაო რაზდებო. ივანიშვილის ეს პროგნოზი არ გამართლდა და მოგვიანებით ბაჩიაშვილმა სესხი დათქმულ ვადაში დაუბრუნა ქართულ ბანკს. განაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომ სესხი თავისი პროცენტით დაფარა, ამას პროცესებზე ივანიშვილის ადვოკატიც ადასტურებს. იმასაც ადასტურებს, რომ სესხი ნამდვილად ქართულ ბანკიდან იქნა გაცემული ბაჩიაშვილის კომპანიაზე. ოღონდ ამტკიცებს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად ინვესტიცია არა ბაჩიაშვილის, არამედ ივანიშვილის იყო. 2015 წელს გაცემული სესხი, დიახ, 2016 წელს დაიხურა. კი მე ესე მახსოვს დიახ სახელმწიფო მასალები. თავის გადასახდელი ასე ვთქვათ პროცენტის ჩათვლით. დიახ. და 2017 წელს დამატებით ბატონმა ბაჩიაშვილმა 2017 წელს როგორც მან განაცხადა, ეს თანხა ქეშის სახით მიუტანა ბანკის დირექტორს, თუ განუცხადა, რომ ეს იყო და განაცხადა მან, როგორც ეს ჩვენი განცხადებაში ამითითებული, რომ ეს იყო, ესე იგი, მაინინგის შედეგად მოპოვებული კრიპტოვალუტის რეალიზაციიდან გარჩენილი თანხა. როგორც ბაჩიაშვილი დროებასთან საუბარში ყვება, ივანიშვილმა მას სესხის გაცემაში ბანკისთვის დამატებითი მოგების მიცემას სთხოვა, რაზეც ის დაეთანხმა და მოგვიანებით დათქმულ ვადაში გადაიხადა კიდეც. როდესაც მითხრა, რომ ბანკში წადი და ამ სესს მოგცემენო, კი ბატონო, შენ თუ დარწმუნებული ხარ ამ ყველაფერში, ცოტა დამატებითი მოგებაო მიეციო ბანკს ზედმეტი რისკის ასე ვთქვათ შესაბამისათო და დაელაპარაკე ნატოსო. მე იმ დღესვე დაველაპარაკე ქალბატონ ნატოს, ნატომ შემოთავაზ მითხრა, რომ რაღაც დაახლოებით მოგების 30%-ს ხوار დამემატებდიო. მე ამაზე დავთანხმდი, ოღონდ გარკვეული ფორმულა შევთავაზე, რომ ამ თანხის ძალიან დეტალებში შევდივარ, მაგრამ შემიძლია შევდე. მე უთხარი, რომ შესაბამისად ამ მოგების წილიდან სულ გამოაგდეს ის პროცენტი, რასაც ბანკში გადავიხდი, ამ მოგებიდან რაც არის ბანკის პროცენტის ნაწილი, მხოლოდ იქიდან დაითვლება ის მოგების ნაწილი, ანუ ჩემი დაუშვათ ეკვიტიდან აღარ უნდა დათვლილიყო ის ნაწილი და მესამე, მივეცი კრიპტოსაფულე. ამ კრიპტოსაფულეზე მოხდება ამის მაინინგით ხო? ამ კრიპტოსაფულიდან როგორც გავიტანე ბიტკოინებს, იქ ეს არის ღია სწორად ბლოკჩეინზე ჩანს, როდის გავიდა ეს ბიტკოინი, იწერება იქვე ღია ბლოკჩეინში, როგორც არის რეესში შეგიძლიათ შეხვიდეთ, შეგიძლიათ იქ შეხვიდეთ და ნახოთ, ჩუმად ვერ გაიდა და იწერება რა დროს გავიდა ეს და რა ღირდა იმ დროს ბიტკოინი. ეს იქნება ჩვენი ბუღალტერია თქო, იმიტომ რომ ჩემ ბირჟაზე მე ვახორციელებ სხვადასხვა ტრანზაქციებს, ამ ბიტკოინს მე რას უზავ, ეს არის ჩემი საქმე. კი ბატონო, შევთანხმდით. გავიდა წელიწადი და 1 თვე, 2 თვე, ეს სესხი მთლიანად
ჩაიფარა თავისივე პროცენტით, მე მქონდა ნატოსთან შეხვედრა ამ მაინინგის კონტრაქტის დასრულებისთანავე, მიუტარა ეს კალკულაცია, რომ სესხებში არის გადახდილი ამდენი პროცენტი, ამდენი არის ეს ზედმეტი თანხა, რომელიც უნდა გადაგიხადოთ და ვკითხე თუ შეიძლება რომ ეს ქეში მოვიტანო მოგვიანებით რამდენიმე თვეში. რაზეც მივიღე თანხმობა, კი ბატონო. ანუ სესხი მთლიანად დაიფარა თავის პროცენტებით, დაახლოებით დაფარვიდან 6-7 თვეში მივიტანე ეს თანხაც ნატოსთან, ეს ყველაფერი საქმის მასალებში არის, ამ თანხის მიტანასაც არ უარყოფენ ისინი რომ მოვიდა და დავიშალეთ. შეთანხმება დაიხურა, არც ერთი მხრიდან რაიმე პრეტენზიას ან გაუგებრობას ადგილი არ ჰქონია. ამის შემდეგ გადის 7 წელი. ბაჩიაშვილი როგორც თავად ყვება წარმართავს ივანიშვილის დავას კრედიტ სუისთან და იგებს საქმეს. ივანიშვილი მას ურეკავს და მადლობას უხდის. აქედან 2 კვირაში საქართველოში დაბრუნებულ ბაჩიაშვილს პროკურატურაში იბარებენ, ჯერ მოწმის სახით. როგორც თავად ბაჩიაშვილი ამბობს, ამ დროის განმავლობაში მასსა და ივანიშვილს შორის მხოლოდ ერთხელ შედგა კომუნიკაცია. მინდოდა ივანიშვილთან კონსულტაციის გავლა იმის თაობაზე, რომ რამდენად კომფორტულად იყო ის, რომ მე მასთან დაკავშირებულ კითხვებზე მეპასუხებინა. რომ მივწერე პასუხა, მე ვარ მომჩივანე და შენ ადვოკატთან გაიარე კონსულტაცია. მომჩივან მარწმუნებელი ივანიშვილი როგორც ჩანს მოგვიანებით იხიბლება იმ პროექტით, რომელზედაც თავის დროზე უარი თქვა და მომგებიანი აღმოჩნდა. როგორც ირკვევა, ამავდროულად ბაჩიაშვილთან კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით უკვე ჰქონდა უთანხმოება. ივანიშვილის ლოგიკით გამოდის, რომ მას შეუძლია ნებისმიერ სესხზე, რომელზეც მას ვინმე მთხოვა რამე დახმარება, თქვას, რომ ეს იყო ჩემი ინვესტიცია, იცი და იქ ბიზნესი არის ჩემი. ივანიშვილი დღეს ამტკიცებს, რომ 6 წლის წინ, 7 წლის წინ დახურული სესხი იყო მისი პირადი ინვესტიცია და მე ამ ინვესტიციიდან საერთოდ არაფერი თურმე არ მეკუთვნოდა, ვიყავი უბრალოდ ტექნიკურად შემსრულებელი. მე ივანიშვილთან არანაირი პარტნიორობა არც ერთ საქმეში არ მაკავშირებდა. არასოდეს არ ყოფილა ბიზნეს პარტნიორი, არც არასოდეს ივანიშვილის რამე ჩემზე გაფორმებული არ ყოფილა და მე ამის წინააღმდეგი ვიყავი, როდესაც ის თავაზობდა რაღაცა ტელევიზიებს და რაღაცეებზე, ასე ვთქვათ, რუსთავიერს მათ შორის ამაზე მუშაობას. ივანიშვილმა გამონახა ჩემს მიერ გაკეთებული, ასე ვთქვათ, წარმატებული პროექტი, რომელიც მოეწონა მომავალში. ამასობაში მას არ მოწონდა უკვე ის, რომ მე მას არ ვეთანხმებოდი ძალიან ბევრ რამეში, მათ შორის ამ გლობალური ომის პარტიის პროპაგანდაში, მათ შორის მე ვიყავი ერთადერთი ივანიშვილის გარემოცვიდან, ვინც ღიად ჩემი ინსტაგრამის მეშვეობით რამოდენიმე 1000, ასე ვთქვათ, ფოლოვერი მყავდა. მე მეტი, ასე ვთქვათ, საჯაროობა არ მქონია, მქონდა ინსტაგრამი და ფეისბუქი. თუ არ ვწდები ინსტაგრამის და ფეისბუქის მეშვეობითაც, მაგრამ დირექტად ეს ინსტაგრამი იყო, ძალიან აქტიურად გმობდი რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ყველა იმ ბარბაროსულ მოქმედებებს და იმ საზარელ, ასე ვთქვათ, ომს, რომელსაც რუსეთმა გააჩაღა. ეს ვერ აიტანა. წინააღმდეგობის გაწევას შეუჩვეველი ივანიშვილი როგორც ჩანს იწყებს ფიქრს იმაზე, თუ როგორ დასაჯოს ურჩი თანამშრომელი. ამ გეგმის სისრულეში მოსაყვანად პარალელურად იწყებს კონკრეტული გარემოებების ძებნასაც. საიდან გაჩნდა კითხვები ბიტკოინებთან და თანხების მითვისებასთან დაკავშირებით, ამ კითხვაზე საინტერესოდ პასუხობს თავად ივანიშვილის ადვოკატი. რა იყო ის გარემოებები, რის გამოც გაშლა თუ არა ვთქვათ, რაღაცა ეჭვი აი ამ პოზიციასთან, ამ ინვესტიციასთან დაკავშირებით დაზარალებას იდან როდის და რა გარემოებებს უკავშირდებოდა ეს? ეს სანდოობაზე ისტორიული გახდა და ეს ჩვენ ასახული არის, ასე ვთქვათ, ჩვენს პოზიციაში. ეს თავდაპირველად დაუკავშირდა, ასე ვთქვათ, ტყვარიგესთან არსებულ პროცესებს, როდესაც ჩემი მარწმუნებლისთვის ცნობილი გახდა, რომ ვთქვათ, ამ ტყვარიგესის მიმართულებით მას იმის ინვესტიცია კიდე დამატებით $100 მილიონი უნდა გაზრდილიყო და ამის შემდგომ და იქ იყო კიდე გარკვეული წინაპირობები, ხა რაღაც მტკიცებულებების შეფასებაში არ შევაცხადია, დაინტერესდა ამ კრიპტოვალუტის მაინინგის საკითხით და საბოლოოდ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ასე ვთქვათ, მის მოხდა ბრალდებულის მხრიდან მისი კუთვნილი ბიტკოინების მითვისება. კვარი ჰესისა და ბიტკოინების საქმეს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჰესის საქმე პირველია, რომელიც ივანიშვილმა ბაჩიაშვილის წინააღმდეგ წამოიწყო და პროექტის ბიუჯეტის გაზრდას ედაბება. თურმე აქედან გაახსენდა მერე ბიტკოინები და ეს პირველი საქმე თაროზე შემოდო და მეორეს მიჰყვა. იმ პროექტში, რომელშიც კი ივანიშვილი მემდურის რაღაცაში, თუმცა არაფერი იქ არ არსებობს, რასაც მიუთითებენ, უბრალოდ ამბობენ, რომ ბიუჯეტი გაიზარდაო და ეს ბიუჯეტი რო გაიზარდა, ალბათ ბაჩიაშვილის ბრალიაო.
თუმცა ბაჩიაშვილი ფონდიდან წავიდა 2019 წელს, როდესაც ეს ბიუჯეტი იყო გაზრდილი სულ 25%-ით და ეს ჰესების პროექტში ნორმალური არის. საშუალოდ საერთოდ სოფლიო ბანკმა ჩაატარა კვლევა. საშუალოდ კაშხლიან ჰესებში რამდენი არის ხოლმე ბიუჯეტზე გადაცილება სხვადასხვა გაურკვეველი მიზეზების გამო. და ეს საშუალო გადაცილება არის 67%. ეს იმ პირობებში, როდესაც არ არსებობდა COVID. COVID-მა როგორც მოგეხსენება, ჯერ ერთი ძალიან დიდი ინფლაცია გამოიწვია და ფასების ზრდა, როგორც მუშახელზე, ისე ნებისმიერ მასალებზე. და ამავდროულად პრინციპში COVID-ის 2 წლის განმავლობაში კონტრაქტორს ვერ მოყავდა სათანადო რაოდენობის მუშები. გახსოვთ, რომ იყო 1000 გვარი შეზღუდვა იქ ხალხის რაოდენობაზე და ასე შემდეგ. ანუ ამან გამოიწვია დროის გაწევა, რეალური ხარჯები იმით არის გამოწვეული, რომ ამ გვირაბის გაჭედვის და COVID-ის დროის გაწევის გამო ბანკის სესხის პროცენტი მაინც გადასახდელი იყო, პროექტის მართვის ხარჯები მაინც გადასახდელი იყო, დაზღვევის ხარჯები, თვითონ პროექტი რომელსაც ხორციელდება, იქ ადგილზე არის გარკვეული მობილიზაცია გაკეთებული. და შესაბამისად მარტო გადაცილებისას, მარტო ერთი წელი პროექტი უბრალოდ გაჩერებული იყოს, თუნდაც არაფერი არ კეთდებოდეს. დაახლოებით 10-12 მილიონი ხარჯი არის მარტო მაგაში. ასევე 2020 წელს ივანიშვილმა დაავალა ქართულ ჯგუფს, რომ ჩაეტარებინა პროექტის თავისებური აუდიტი, თვითონ ყველა ინფორმაცია მიაწოდეს და მთლიანი აუდიტი ჩაატარეს, რა თქმა უნდა, იქ ვერაფერი ვერ ნახეს. როგორც ივანიშვილის ადვოკატი ამბობს, ბიტკოინებზე კითხვები ჰესზე გაჩენილმა კითხვებმა გამოიწვია. ეს საქმე ახლა გაჩერებულია და როგორც ბაჩიაშვილი ამბობს, ეს მის გასაშავებლად გამოგონილი საქმე ახლა თაროზია შემოდებული. თუმცა ოლიგარქი საჭიროებისამებრ ნებისმიერ დროს შეუძლია მიუბრუნდეს მას. როგორც ჩანს, ბაჩიაშვილი ერთადერთი არ არის, ვიზეთ შეგროვებული საქმეები თაროზი აქვს შემოდებული ოლიგარქს. ნებისმიერ დროს შეუძლია მაგის ხელში არ არის, ანუ ეს ესე ვთქვათ, ჯიბეში ჩადებული თაროზე შემოდებული მეორე საქმესაცავით არის. მეცაც გეტყვით. უმეტეს თანამდებობის პირებზე, უმეტეს ხალხზე, ვისაც ჩვენ გვსმენია და ბეჭი გვაქვს და ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ღია წყაროდან მტკიცებულებაც არსებობს, რომ არიან გარეული კორუფციაში. ივანიშვილი ამაზე თვალს ხუჭავს, მას არ აინტერესებს ხალხი კორუფციაში რამდენ სიპარავს სახელმწიფოდან, იმიტომ რომ ივანიშვილი სარგებლობს ამ კორუფციული მანქანით, თუმცა ამ კორუფციის შესახებ მას უდევს ტომებად, ასე ვთქვათ, საქმეები, რომელსაც როდესაც უნდა გააცოცხლებს. ან როდესაც ვინმე დაუშვათ მიდის ხელისუფლებიდან, მან აუცილებლად იცის, რომ მსგავსი საქმე არის და შესაბამისად ეს განაპირობებს ამა თუ იმ ხალხის სიჩუმეს. ვახსენეთ ეს საქმეები, ხო? და ეს საქმეები თუ არ არის, ეს საქმეები იკერება ძალიან იოლად, ანუ ძალიან მარტივი არის, რომ ჩინოვნიკს მოძდო გარკვეული, ასე ვთქვათ, შარი. ან ნახო მისი ახლობელი ნათესავი ვიზეთ შეიძლება გავლენა იქონიო და ზოგადად ახლა ამ ჩინოვნიკებს, ყოფილ ჩინოვნიკებს და ნებისმიერ ადამიანს, რომელმაც გამოიარა ეს სტრუქტურა, არ სურს, რომ ივანიშვილი რამენაირად აწყერინონ და პირად გადაიმტეროს. ეს არის პრობლემა. პრობლემა იმაშია, რომ ხალხი თავისი კომფორტის გამო თმობენ თავის ფასეულობებს. და ის, ვინც არ თმობს ამ ფასეულობას, იმას ეჯახება ეს ძალადობრივი მანქანა. მიუხედავად იმისა, თუ სად არის სიმართლე კლანის მიერ მართულ სასამართლოში, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ სამართალს ვერ იპოვის, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ამას შეგუებულია. საქმის გაგრძელებას სტრასბურგში აპირებს. ივანიშვილს დაქვემდებარებული მართლმსაჯულების გარდა, ცხადია მას ივანიშვილი საკუთარი პროპაგანდისტული მანქანითაც ებრძვის. გაშავების ფორმულა კი ასეთია: ბაჩიაშვილი ივანიშვილისთვის მოპარული ფულით საერთო სახალხო აქციის მონაწილეებს ეხმარება. აქციებისთვის დახმარებით მისი გაშავება რამდენად მოხერხდება, არ ვიცი, მაგრამ წამიერად თუ დავუშვებთ, რომ ხოცების პროპაგანდა მართალია, რაც ძალიან ძნელად დასაშვებია და ბაჩიაშვილი აქციის მონაწილეებს ივანიშვილის ფულით აფინანსებს, საზოგადოების დიდ ნაწილს შესაძლოა ეს სამართლიანობის განცდას უფრო უჩენდეს, ვიდრე უსამართლობის.
მაგრამ ამ ნიუსში მთავარი მაინც ისაა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მდინარაძემ უკვე ზუსტად იცის, რომ ბაჩიაშვილი დამნაშავეა. სამართალს, რომელიც როგორც ამბობენ, ურმით დადის, მამუკა წინ უსწრებს. ბიძინას თუ დაჭირდა, ურემს კი არა, ჩქაროსნულ მატარებელსაც გაუსწრებს. მაგრამ ამას თავი დავანებოთ და ივანიშვილს დავუბრუნდეთ. ბაჩიაშვილი ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელიც კარგად იცნობს მის ბიზნეს საქმიანობას და იცის, თუ რა სტილის ბიზნესით და როგორ შეულობს ის ფულს. გეტყვით, რომ შეხედოთ ივანიშვილის ბიზნესებს. არასოდეს არ იყო ეს რომელიმე ინოვაციური ბიზნესი ან პროექტი. მეცაც გეტყვით, ეს არასოდეს არ იყო ბიზნესი, რომელსაც მან ააწყო და რომელიც თავის საქმეში გახდა ეფექტური ბიზნესი, რომელიც კონკურენციაში სხვა ბიზნესს უგებს, ეფექტური არის და ვთქვათ, ანტრეპრენიურები როგორ ბიზნესსაც აკეთებენ. მე-20 საუკუნის ბოლო, 21 საუკუნის ბიზნესმენებზე მაქვს საუბარი. ივანიშვილი არის საკმაოდ ძლიერი და შეიძლება ითქვას იღბლიანიც ვაჭრობაში. მან დაუშვათ, როდესაც იყიდა რუსეთში აქტივები, ეს აქტივები იყო ძალიან გაუფასურებული, იმიტომ რომ იმ დროს მეტალებზე იყო დაბალი ფასი, იყო დაუშვათ ბაზარზე ისეთი სიტუაცია, რომ ზედმეტი მიწოდება იყო. მან უბრალოდ იყიდა ეს აქტივი. ამ კომპანიებში არანაირი ინვესტიცია და ეფექტურობის გაზრდა არ გაუკეთებია. უბრალოდ მეტალის ფასები, როდესაც გაიზარდა 2004-ისთვის მთელ სოფლიოში, ყველა ვთქვათ ძირითად მეტალებზე, მან ეს სარფერად გაყიდა. იგივე რომ ნახოთ, აი ქართულ ბანკი მაგალითად. მას მიაჩნია, რომ ქართულ ბანკი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბანკი საქართველოში. შეიძლება სოფლიოზეც კონდეს პრეტენზია არ გამიკვირდება. ზუსტად ისევე როგორც თავის დემოკრატიაზე აქვს პრეტენზია. მაგრამ ქართულ ბანკის ელემენტარულ ვებგვერდზე რომ შეხვიდე ან მათი აპლიკაცია რომ გადმოწერო, მივხვდები რომ ეს არის 90-იანებში ჩარჩენილი ბანკი. აი რომ შედიხარ ამ ბანკში, ისეთი განცდა გაქვს, თითქოს აი საბჭოთა საკომისიო მაღაზიაში მოხვდიო და აი ისეთი ხალხი მოძრაობს, ისეთი სახეებით, ისეთ წინადადებებს ამბობენ, აი ნამდვილად ახლა ამას არ ვიგონებ და არ ვემეტებ, ხო? ეს არის ივანიშვილის ბიზნესის სახე. ჩვეულებრივი ვაჭარი არის, ანუ ვაჭარი მე არ ვამბობ ამას დამაკნილებლად და რაღაც, მაგრამ ვაჭრობაში ძლიერი არის, თავის დროზე იყიდის, თავის დროზე გაყიდის, ესმის როდის უნდა იყიდოს და გაყიდოს. მის მსოფლმხედველობაში მანამ თავისი მარიონეტული მმართველობით ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია 90-იანებშიც, საქართველოშიც, ახლა ფულის ამბავში და თვითონ რო გითხო, ახლა მთელი ქვეყანა თავის საფულეთ აქვს ქცეული და რა თქმა უნდა, მისთვის ამ მეთოდმა იმუშავა. უბრალოდ თუ ეს მეთოდი შეიძლება მუშაობდეს 90-იანების რუსეთში და იმ დროს, როდესაც დაშლილი არის ყველაფერი და პირდაპირ უნდა რაც შეიძლება მალე ნებისმიერი აქტივი დაითრიო და ეს უბრალოდ გაძვირდება, 21 საუკუნეში ეს უკვე აღარ მუშაობს, უკვე უნდა აწყო ეფექტური ბიზნესი, ეფექტური კომპანიები და ამაში უკვე რა თქმა უნდა ივანიშვილი ძალიან მოიკოჭლებს. ძალიან დიდი ნაწილი არის შურის რა თქმა უნდა. შეშურდა თუ არა ივანიშვილს ახალგაზრდა ბიზნესმენის, რომელმაც რაღაც ინოვაციური მასზე უკეთ დაინახა და მასზე უკეთ აუღო, ამას შედეგისთვის მნიშვნელობა არ აქვს. შურის თუ მის გარეშე, როცა ფულზე მიდგება საქმე, ოლიგარქი ყველაფერზე არის წამსვლელი. მე სულ მექნება იმის კომპლექსი, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვღებულობ იმისთვის, რომ ჩემი თანხები იქნებ როგორმე დამიბრუნონ. ისევ ამას უნდა მივუბრუნდეთ. 10 წელზე მეტია ოლიგარქი და მისი მოლაპარაკე თავები გულმტკიცებენ, რომ ივანიშვილი საქართველოში ფულს არ შეულობს და მხოლოდ ქველმოქმედებას ეწევა. ყველა მაგალითის ჩამოთვლა ამ სიუჟეტში ვერ მოხერხდება, თუმცა რამდენიმე მათგანს თავს ვერ ავარიდებთ. რუსეთში გამოცდილი იყიდე-გაყიდეს მეთოდი ოლიგარქმა საქართველოშიც წარმატებით გადმოიტანა და სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე იმაზე უფრო მეტად გამდიდრდა, ვიდრე მანამდე იყო. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმართულება ივანიშვილის ფულის კეთების კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საქართველოში ეს არის სამშენებლო ბიზნესი, რომელიც კიდევ უფრო მეტად ინტენსიური გახადა ივანიშვილმა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ, მას შემდეგ რაც უძრავ ქონებაზე ძირითადად რუსეთიდან მოთხოვნა საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა და შესაბამისად ფასიც გაიზარდა, ანუ რუსული ინტერესების დასაკმაყოფილებლად ივანიშვილმა კიდევ უფრო ინტენსიურად დაიწყო საკუთარი ქონების სამშენებლო მიმართულებით განვითარება და ყველა შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ უმძიმეს დარღვევებზე, როგორც ქალაქმშენებლობითი თვალსაზრისით, ისევე სხვა მიმართულებებით. დავიწყოთ პირველი, რომელიც ომამდე დაიწყო და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროექტია, ეს არის ეგრეთ წოდებული პანორამა თბილისის პროექტი, სადაც ივანიშვილმა სახელმწიფოსგან შეიძინა
თითქმის 30 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეიძინა მნიშვნელოვან ფასდაკლებით და იაფად, ვიდრე ამის საბაზრო ღირებულება იყო თავის დროზე და რაც თავარია, მშენებლობის ნებართვა მიიღო ქალაქის ისტორიული ლანდშაფტის ზონაში. ეს არის ისტორიული იერსახე ქალაქის, რომელიც სრულად გაანადგურა ივანიშვილის ბეტონის ნაგებობებმა, გულისხმობ თაბორის მთას, რომელიც კიდევ ერთხელ გამოვიყვება, იყო ლანდშაფტის დაცვის ზონა, სწორედ ივანიშვილის ინტერესებისთვის შეიცვალა როგორც ქალაქის გენერალურ გეგმაში ფუნქციური დანიშნულება მიწის ნაკვეთის, ისე შემდგომ განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში მას მიეცა შეუსაბამოდ დიდი მოცულობის შენობა-ნაგებობების მშენებლობის შესაძლებლობა და შედეგად მივიღეთ განადგურებული ისტორიული იერსახე, ისტორიული ლანდშაფტი და ივანიშვილის ბეტონის ნაგებობები, რომლებმაც ასეულობით მილიონი შემოსავალი უნდა მოუტანოს ივანიშვილს და საინტერესოა, რომ იმავდროულად ჩვენ მივიღეთ ივანიშვილის ახალი რეზიდენცია, რომელიც საქველმოქმედო ფონდის საფარქვეშ შენდებოდა და საბოლოო ჯამში ივანიშვილი აღმოჩნდა, რომ ქველმოქმედებით ჭყალებში აშენებულ შენობაში ცხოვრობს დღეს და იქ, სადაც გვპირდებოდა, რომ აშენდებოდა გოლფის მოედნები და პარკი, სადაც ნებისმიერ თბილისელს შეეძლებოდა ასვლა და სასტუმრო სარეკრეაციო სივრცით სარგებლობა, დღეს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი არის მისი პირადი რეზიდენცია, რა თქმა უნდა, ჩაკეტილი საერთო სარგებლობისთვის და განკუთვნილი მხოლოდ ივანიშვილის კომფორტისთვის და უკეთესი საცხოვრებელი პირობებისთვის. როცა მთლიანად სახელმწიფო და ყველა უწყება შენს ხელშია, გამდიდრება ბევრად უფრო მარტივია. იყიდე მიწა, გაუზარდე კოეფიციენტი, შეუცვალე სტატუსი, შეათანხმე პროექტი, გააძვირე და შემდეგ გადაყიდე. რა საჭიროა ინოვაციურ ბიზნესზე თავის მტრევა და რისკების გაწევა. ივანიშვილის გამდიდრების ერთ-ერთი მიმდინარე პროექტია გმირთა მოედანზე ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორია. ივანიშვილმა დაიწყო პროექტის შეთანხმება და ის ათანხმებს ამ მოცულობებს, ამ შეუსაბამო მოცულობებს გმირთა მოედნისთვის და ქალაქის ამ არეალისთვის, სწორედ იმიტომ, რომ გაცილებით ძვირფასად გაყიდოს ეს და ახალყიდველს გადაცეს უკვე მშენებლობის ნებართვა შეთანხმებული პროექტი, სამაგიეროდ ფაქტობრივად გაუვალი გახადოს უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი გმირთა მოედანი ქალაქისთვის, მნიშვნელოვნად დაამახინჯოს მათ შორის ქალაქის იერსახე ისტორიული გარემო. ასე გადაყიდა ივანიშვილმა ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი, რომელიც 85 მილიონ დოლარად ვისოლ ჯგუფთან დაკავშირებულმა კომპანიამ იყიდა და როგორც გვიყვებიან, იქ გემოვნებიანი ცათამბჯენები უნდა აშენონ. სწორედ იმიტომ, რომ ძვირად გაყიდოს, ამიტომ ჯერ ათანხმებს პროექტებს, როგორც აღნიშნე, გადაჭარბებულად, ის იღებს კოეფიციენტებს, რომელსაც ვერც ერთი ნორმალური პატიოსანი ბიზნესმენი მეწარმე და ინვესტორი ვერ მიიღებდა. ნიშნულოვანი ქთამის გადახდის გარეშე, ან ნიშნულოვანი ქთამის გადახდის შემთხვევაშიც კი შეიძლება ვერ შეეთანხმებინა ნებისმიერ სხვა ადამიანს გარდა ივანიშვილისა იპოდრომის ტერიტორიაზე 380,000 კვადრატული მეტრის მშენებლობა. ასევე გადაჭარბებული კოეფიციენტებით აშენებს ის მაგალითად ორთაჩალხეშთან დაახლოებით 116,000 კვადრატულ მეტრს, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ისანში, სადაც რამდენჯერმე მშენებლობის პროცესშიც კი გაზარდა სამშენებლო ფართობი, ანუ ივანიშვილის და რეგიონებში აბსოლუტურად იგივე. ბაკურიანში იქნება თუ აბასთუმაში მისი სამშენებლო ბიზნესი ყველგან გამოირჩევა ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებით. სრულად უგულებელყოფილია როგორც ადგილობრივი განაშენიანების და ტერიტორიის მოთხოვნები, ადგილობრივი მოსახლეობის სურვილები და ინტერესები და მთლიანად მორგებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ ამოცანას, რაც შეიძლება მეტი ფული იშოვოს ივანიშვილმა. ქველმოქმედების თემას რომ ძალიან არ ჩამოვშორდეთ, ივანიშვილის კიდევ ერთი ბიზნესი უნდა ვახსენოთ. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნესი, რომელსაც ივანიშვილის საპარტნიორო ფონდი მართავს, ცემენტის წარმოება. ყოფილ ჰაიდელბერგ ცემენტს, რომელიც გერმანელმა ინვესტორმა 2023 წელს დატოვა, ახლა ივანიშვილი და ირაკლი რუხაძე მართავენ. რა შუაშია ქველმოქმედება? ის ამბავი ხომ გახსოვთ, ივანიშვილმა საკუთარი ქონების თითქმის 80% საქველმოქმედო ფონდს რომ გადასცა და ხალხის კეთილდღეობას რომ უნდა მოხმარებოდა. ამ უპრეცედენტო ქველმოქმედების ფარგლებში ივანიშვილის ცემენტის წარმოების ინტერესებისთვის 2023 წელს მისი და რუხაძის ნიდერლანდურმა კომპანიამ მიმართა საქართველოს ბანკს და 200 მილიონი დოლარის რაოდენობით სესხი მოითხოვა, რომლითაც გერმანული მხარისგან ცემენტის ქარხნის 45%-იანი წილი უნდა გამოესყიდათ. ამის სანაცვლოდ კი
ბანკში დატვირთული იქნა საქველმოქმედო ფონდის ქონება. ფონდი, რომელიც არანაირ შეფხებულობაში არ არის ცემენტის წარმოებასთან, არანაირად არ შეიძლება ქველმოქმედებად მივიჩნევდეთ ივანიშვილის, მილიარდელი ივანიშვილის და მისი პარტნიორი რუხაძის ქონების 200 მილიონი დოლარით გაზრდას, აი ამ სიტუაციაში საქველმოქმედო ფონდის ქონება სწორედაც რომ გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ ივანიშვილი და რუხაძე დამატებით 200 მილიონი დოლარით გამდიდრებულიყვნენ და მე ვიტყოდი, რომ ეს მათ შორის არის კანონდარღვევა. იმიტომ რომ მოქმედი კანონმდებლობით საქველმოქმედო ფონდის ქონება შეიძლება გამოიყენებოდეს მხოლოდ და მხოლოდ საქველმოქმედო მიზნებით ან იმ ფორმით, რომ მიიღებოდეს მნიშვნელოვანი შემოსავალი, რომელიც შემდგომ მოხმარდება ქველმოქმედებას. კიდევ ერთი საინტერესო შემთხვევაა აბას თუმანი, სადაც ივანიშვილმა მიწის ნაკვეთებში, რომელიც სახელმწიფოსგან იყიდა საბაზრო ფასზე, რამდენჯერმე უფრო იაფი გადაიხადა. მაგალითად, თუ კერძო მესაკუთრისგან ივანიშვილმა კვადრატული მეტრი 840 ლარად იყიდა, სახელმწიფოს იმავე ტიპის ნაკვეთში 152 ლარი გადაუხადა. ივანიშვილი აბას თუმნით 2018 წელს დაინტერესდა. 2018-დან 2022 წლამდე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით სახელმწიფომ აბას თუმანში 20-ჯერ მეტი მიწა გაყიდა, ვიდრე 2012-დან 2018 წლამდე. პრივატიზებული ფართობის 91%-ზე მეტი ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულმა სუბიექტებმა იყიდეს, 91% კი პირადად ბიძინა ივანიშვილმა და მასთან დაკავშირებულმა პირებმა. ივანიშვილის დაინტერესების შემდეგ იწყება აბას თუმანში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ანუ ივანიშვილი საკუთარ კომფორტს ბიუჯეტის ფულით აწყობს. TI-ის კვლევის მიხედვით 2018 წლის აგვისტოდან 2022 წლამდე 6-მა საჯარო უწყებამ დახარჯა დაახლოებით 250 მილიონი ლარი, თითქმის 14-ჯერ მეტი, ვიდრე 2012-2018 წლებში. ცხადია, ხელისუფლებისთვის აბას თუმანი მას შემდეგ გახდა საინტერესო, რაც იქ ივანიშვილმა საკუთარი სამოთხის მოწყობა გადაწყვიტა. მიწა იაფად იყიდა და ინფრასტრუქტურა ადგილობრივების ინტერესების ფეხებზე დაკიდების ხარჯზე სათავისოდ ბიუჯეტის ფულით მოაწყობინა. აღარაფერს ვამბობ მისი ახირებების გამო გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე. ყველაფრის და მათ შორის ხეების საკუთარ ჭკუაზე ტარებაზე. ეს ათეულობით მილიონი ლარის ბაობაბები რომ გაუხმა და მიწას მიაბარა, ნეტა ამაზე ვის მოსთხოვს პასუხს. თავის დროზე მათი გახმობა კრიტიკულ მედიას დაბრალდა. ცუდი თვალით შევხედეთ ეთყობა. რაც არენანება საკუთარი არამომგებიანი ბიზნესებია, რომელსაც სახელმწიფო სუბსიდიაზე სვამს. მაგალითად, ბლექსი არენა, რომელმაც 2017-დან 2020 წლის ჩათვლით სუბსიდირების სახით 22 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. ივანიშვილი საქართველოში არ აწარმოებს ბიზნესს, ის აქ ჩალიჩობს ფულს და ჩალიჩობს ამას სახელმწიფო ქონების ხარჯზე, რომელსაც გაცილებით იაფად ყიდულობს ის შემთხვევაში, ჩალიჩობს ამას სახელმწიფო საბიუჯეტო რესურსების ხარჯზე, როდესაც მისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას სახელმწიფოს აშენებინებს, ჩალიჩობს ამას სახელმწიფო ნებართვების და ლიცენზიების ხარჯზე. ასე ჩალიჩობს და მდიდრდება ივანიშვილი საქართველოში, ოღონდ ამ გამდიდრებას ქველმოქმედების სახელით ნიღბავს. მანამდე მდიდრდებოდა რუსეთში. დღემდე არ არის გაფანტული ეჭვი მისი მონაწილეობის შესახებ ანგოლა გეიტის საქმეში, რომელიც იარაღის ვაჭრობას უკავშირდებოდა. ახლა ივანიშვილის და მისი პროპაგანდის მანქანის სამიზნე გიორგი ბაჩიაშვილია, რომელსაც სასამართლო დავის პარალელურად პერიოდულად წერილებით ან საკუთარი ჯიბის ფილოსოფოსების ენით აფრთხილებს. მაგალითად ვნახოთ ზაზა შათირიშვილის დაახლოებით 1 წლის წინანდელი წერილი სამონარიდი. გუშინ მოვისმინე ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლის განმარტებები გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რამაც ჩემთვის ბევრ ამის მოფინა ნათელი. როგორც იცით, ყურადღებით ვაკვირდებოდი კრედიტ სუისის მიერ ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვის საქმეს და საზოგადოებას დეტალურად განუმარტეთ, თუ როგორ აქროვდა ბანკის თანამშრომელი პატრიც ლესკუდრონი ამერიკელების დავალებით თანხებს ივანიშვილის ანგარიშიდან, როგორ იღებდა ის ამისათვის პრემიებს ბანკის მენეჯმენტისგან, როგორ გაატარებინეს ლესკუდრონს რამდენიმე წელიწადი ციხეში, ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შემდეგ კი როგორ იპოვეს ის ტყეში ჩამომხრჩვალი. ეს წერილი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ივანიშვილის ანტიამერიკული ისტერია, რომელსაც შათირიშვილის პირით გვამცდობს. აქ მთავარი გზავნილი ტყეში ჩამომხრჩვალი ლესკუდრონია, რომელიც გამგებმა უნდა გაიგოს. საშიში არის თქვენი აზრით, თქვენთვის ახლა ივანიშვილი რამდენად შორს შეიძლება წავიდეს? ივანიშვილი არის დღეს ძალიან საშიში, არა მარტო ჩემთვის, არამედ ქვეყნისთვის, არამედ მისივე გარემოცვისთვის და საკუთარი თავისთვისაც. ანუ მისი ეს პარანოია უკვე იმ დონეზე გადაიზარდა და ისეთი მწვავე ფაზაში არის, რომ ის თვითდესტრუქციაში არის. ამას ვერ ხვდება, მაგრამ ყველა ნაბიჯი, რომელსაც ის ჩადის, მას უკან მიუბრუნდება. ბიზნესი რუსულ სტილში, მუქარა რუსულ სტილში, რეპრესიები რუსულ სტილში, ქვეყნის მართვა რუსულ სტილში. და რა გასაკვირია, რომ ოლიგარქი, რომლის მთავარი უნარიც ვაჭრობაა, მიწებს, კორპუსებსა და პროექტებს კი არა, ახლა მთელ ქვეყანას ყიდის.